Adigენში სტიქიის ზონაში ვითარება სტაბილურია, გზები გაწმენდილია. ტექნიკა მუშაობა უკვე დაასრულა. გეოლოგები ტერიტორიას ორშაბათიდან შეისწავლიან და შესაბამის დასკვნას მოამზადებენ. სოფელ გომაროში მეწყერმა 2 საცხოვრებელი სახლი და ავტომობილები დააზიანა. შალვა სუმბაძე გვერდება დეტალებით. შეიძლება ითქვას, რომ ამ დროისათვის ადინგენის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში, რომელშიც წუხელღამით სტიქია მოხდა, სამუშაოები გაწმენდითი არის დასრულებული, გაიწმინდა ყველა სამანქანო გზა, რომელზეც გადაადგილება არის შესაძლებელი. ჩვენ ვიმყოფებოდით საგანგებოდ მობილიზებულ შტაბში, რომელშიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილი და მათ აღნიშნეს, რომ ყველა გზის გაწმენდა მოხდა მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში, ასევე ითქვა, რომ ჯერ კიდევ მას შემდეგ, რაც მიიღეს სტიქიამდე შეტყობინება, რომ იქნებოდა დიდი ნალექი და უხვი ნალექი, მათ პრევენციული ზომები მიიღეს და იმ ლოკაციებზე, რომლებიც არის ხოლმე როგორც წესი ყველაზე საშიში და რომელ ადგილებსაც ახასიათებს ზღვარცოფული მასების მოვარდნა, წინასწარ მოაბილიზეს ტექნიკა, რამაც დააჩქარა, ასე ვთქვათ, უშუალოდ სამუშაოების წარმოება, ასევე როგორც თავად მუნიციპალიტეტის მერი განმარტავს, ამ პრევენციულმა ზომებმა უზრუნველყო, რომ დანაკარგები, რომელიც მიიღო მუნიციპალიტეტმა, არის მაქსიმალურად მინიმუმამდე შემცირებული. როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერი ჩვენთან საუბარში განმარტავს, ეს იყო პირველადი სამუშაოები, რომლის წარმოებაც მოხდა უშუალოდ მთელი ღამის და დღეს მთელი დღის განმავლობაში და უკვე უახლოეს პერიოდში საქმეში ჩაერთვებიან გეოლოგები, რომლებიც მოამზადებენ დასკვნას და გასცემენ გრძელვადიან სამოქმედო გეგმას, თუ რა უნდა მოხდეს, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ადინგენის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში, რომლებსაც მსგავსი სახის სტიქია ახასიათებთ ხოლმე, აღარ განმეორდეს და მაქსიმალურად იქნა შემცირებული ის დანაკარგი და ის ზიანი, რომელსაც მოსახლეობა დიდი ოდენობით ნალექის მოსვლის შემდეგ იღებს. რამოდენიმე ლოკაცია გვაქვს ადინგენში, სადაც ძალიან ხშირად გვაქვს ესეთი ღვარცოფები. მოვემზადეთ ტექნიკა, ავიყვანეთ ადგილზე, დავაყენეთ მძიმე ტექნიკა, რომელმაც ამ პრევენციამ საკმაოდ კარგად იმუშავა. ფაქტიურად ეს სახლები აშენდა ისე დროს, როდესაც ყურადღება არ ექცეოდა, სად შენდებოდა. Absolutურად ყველა უნებართოდ არის აშენებული ეს სახლი, არც ერთ პროექტი არ აქვს, არც ერთს არ აქვს ესე რომ ვთქვათ გეოლოგიური დასკვნა, თვითონაც აშენებული სახლები არის. მე ხლა ვფიქრობ, რომ არ ვიცი გეოლოგებს ველოდებით, ჩემი აზრით მაგრამ ამას უფრო კომპეტენტური სამსახური იტყვის გეოლოგები ყავს ხედულობაში. Ფიქრობ, რომ ის 6 ოჯახი, რომელიც ამ არეალში არის, უნდა გასახლდეს, მიიღოს კომპენსაცია. რაც შეეხება უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრს, სოფელი გომარო იყო სტიქიის მთავარი ეპიცენტრი. ამ შემთხვევაში 2 სახლი მთლიანად დააზიანა მოვარდნილმა ღვარცოფმა, დაფარა ქვაღორღით, შევიდა წყალი უშუალოდ სახლებში და დააზიანა ტექნიკა, ავეჯი. ამ შემთხვევაში ერთ-ერთი სახლი უკვე მეორედ გახდა, ასე ვთქვათ, სტიქიის შედეგად დაზარალებული და როგორც ჩვენ ადგილობრივ მუნიციპალიტეტში გვეუბნებიან, ამ კონკრეტული სახლის შემთხვევაში გაცემული იყო რეკომენდაცია, რომ გასულიყვნენ და გაესახლებინათ ეს ოჯახი, რის შემდეგაც ამ ოჯახმა მიიღო 50,000 ლარის კომპენსაცია, თუმცა თავად მოსახლეობა ამბობს, რომ ეს 50,000 ლარიანი კომპენსაცია საკმარისი არ არის იმისათვის, რომ მათ ახალი სახლი შეიძინონ და გავიდნენ ამ კონკრეტული ლოკაციიდან. მეორე ოჯახი, რომელიც სტიქიის შედეგად ამ შემთხვევაში პირველად დაზარალდა, ითხოვს ადგილობრივი მუნიციპალიტეტისგან, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს განსაზღვრა იმ ზიანის, რომელიც მათ მიადგა და მოხდეს მოფიქრება რაიმე მოდელის, რის შედეგადაც იქნება უზრუნველყოფილი უსაფრთხოება და მათ შესაძლებლობა ექნებათ ან გადავიდნენ ახალ ლოკაციაზე საცხოვრებლად, ან ნებისმიერი წვიმის დროს არ უწევდეთ შიში ცხოვრება, რომ ღვარცოფი მათ სახლს კიდევ ერთხელ დაფარავს. დაგვირეკეს მეზობლებმა ეს მდგომარეობა არის თუ მოვედით ღამის 10 იყო საათი, ყველანაირი ტექნიკა მოსული იყო, ყველანაირი დახმარება მოსული იყო, სახლიდან წყალი ამიეტუმბეს, მაგრამ აზრი არ აქვს. ყველანაირი ტექნიკა გაფუჭებულია, საძინებლები ოთახებში, ლამინატების ყველგან რამე აღარ არის, საერთოდ ყველაფერი განადგურებულია, სარეცხი მაშინა იმაცივარი ჭურჭლის მაშინა, ტექნიკა საერთოდ გაზი, რამე საერთოდ საწოლები დაჟე აღარ გვაქვს რამე, ვეში საერთოდ ყველაფერი განადგურებულია. აგეთ პატარა ბოუში მყავს, ამით ვარ, მე შინია სახში ვერ ვჩერდები. გასულ წელს იყო, ასე იყო, აგეს სირადიები დაზარალდნენ.
წელს მე დავზარალდი, გასულ წელს 22 ივნისში იყო, ახლა 23 ივნისი არის. წინაწელს ჩვენთვის არაფერი არ უთქმიან, ან აქ არის ცხოვროთ, ან რამე, რა ვიცი. გასულ წელს მოხდა ანალოგიური სიტუაცია, რაც ახლა დღეს ხედავთ, იგივე ვარიანტი მოხდა. ეს კიდე აგერ მეოთხეც გემეორა, მაგრამ ეს უკვე ძლიერია. გაანადგურა სახლები, ავეჯი, აგერ მანქანა ხედავს ერთი მანქანა აგერ დამარხა, ერთი აგერ დამარხა. რას ვითხოვთ ახლა და აი ესადერთი მე ჩემი აზრით, რასაც მოვიდნენ გეოლოგებმა შეაფასონ, იცხოვრება თუ არ იცხოვრება აქა. სტიქია გუშინ გვიან ღამით მოხდა უხვი ნალექის შედეგად სოფელ გომაროში დაზიანებულია 2 სახლი, ხოლო კიდევ 2 სოფელში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაიტბორა, მოსახლეობას გაუნადგურდა. მოსავალი იყო ჩამოსული ადგილზე სამივე სოფელში ზარალის დამთვლელი კომისია, ისინი სწავლობდნენ ადგილზე არსებულ ვითარებას, ამის შემდგომ უკვე მოხდება განსაზღვრა რა ფორმით შეეძლება ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ოჯახებისთვის დახმარება. მადლობა, შალვა სუმბაძე იყო დეტალებით პირდაპირ ეთერში.